მე ვარ დემეტრე მიქელაძე 10 წლის. სწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთი. უფრო მიყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვაზე არ დავდივარ. როგორ ვისწავლე და კლასში ძალიან ბევრი ბიჭი და გოგო დადის ცეკვაზე და ამან მე შემეყვარა ცეკვა. კლასელებმა გუშინ მასწავლეს რამოდენიმე ილეთი. რაღაცა ასეთებია. ფეხებით რაღაც ასეთებია და ძალიან მომწონს ცეკვა. ცეკვაზე არ ვაპირებ შესვლას და კლასეების იმედად ვარ. ჩემი საყვარელი ცეკვაა ხორუმი. ჩემ ქორწილში ჩავიცმევს ჩავჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. შეყვარებული ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშორდი, რომ სხვადასხვა სკოლაში შევედით. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ გიგის, გიგას, ნიას და ალექსის. საერთოდ გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული, დილობიანი და ლამაზი. ასეთი გოგო თუ შემხვდება, აუცილებლად შევიყვარებ. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. დაცვაში კარგად ვთამაშობ, მაგრამ უფრო კარგი მეკარე ვარ. ყველაზე კარგად შემიძლია ავიღო პენდლები. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია ბარსა. მე რო კარგი ფეხბურთელი ვიყო, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 5 ნომრით. ადრე მქონდა ერთი ფორმა, ისიც ბარსას. მე მინდა მქონდეს შავი ფორმა და უკან ეწერს ხუთიანი და დემეტრე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არიან ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელებიც თავისთავად ძალიან კარგები არიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დათა დავითაძე. ყველაზე მშვიდია ნია დავითაძე. ჩვენ კლასში 2 ნია დავითაძეა, მე დიდს გულისხმობ. ყველაზე ემედის მომცემია ბარბარე მსახურაძე. ყველაზე საინტერესოა მეორე ნია დავითაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაყვალა ქათამაძე, რადგანაც არის მეგობრული, თავის გაკვეთილს ატარებს ძალიან კარგად, მშვიდია და მოსიყვარულეა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პილოტი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი გემის კაპიტანი. უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა სპაიდერმენობა. ახლა მინდა ვიყო 7 წლის, იმიტომ რომ ძალიან კარგი პერიოდი იყო, ყველა ძალიან კარგად ვერთობოდით. ანუ უფრო მეტი დრო მქონდა თამაშისთვის და გართობისთვის. ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დახუჭობანა. ჩემი ნება რო იყოს, ავკრძალავდი PUBG-ს, რადგანაც ძალიან ბევრი მკვლელობებია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ბებია და 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 19 წლის და ქვია დათუნა. ის არის დაკავებული, ჭკვიანი, მეგობრული და მოსიყვარულე. მეორე ძმა არის 17 წლის და ქვია ცოტნე. ცოტნე არის სელქი, ზარმაცი და ტელეფონის მოსიყვარულე. მამიკო არის ვაჟკაცი, განათლებული, მშრომელი, სიმპათიური და დაკავებული. ამას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ დედასთანა კარგ სიტყვებს ეუბნება და სულ რაღაცებს ჩუქნის. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, მოსიყვარულე, მეგობრული და საქმიანი. ბებია არის ახალგაზრდა, საქმიანი, ჭკვიანი და მოსიყვარულე. ძალიან მიყვარს ბებიას შემწვარი კარტოფილი და დედიკოს ოჯახური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვევს კვერცხს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი საქართველოზე. ეს წიგნი იხებოდა საქართველოს გმირებზე. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა შავი კლოვერი. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 25 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავი ფერის CL 63-ს. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებდი ბავშვებს, რომლებსაც ხედვა არ შეუძლიათ. პირადად ჩემთვის ვიყიდი თვითმფრინავს და ვიმოგზაურებდი მთელ მსოფლიოში. პირველ რიგში ვიმოგზაურებდი სამხრეთ კორეაში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი მფრინავ ხალიჩას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს საუკეთესო მეგობარ ალექსანდრე ღოღობერიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ადამიანი უნდა იყოს უკვდავი თუ არა? მაგალითად, ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა იყოს უკვდავი, მაგრამ მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 200 წელი. ბედნიერება არის წარმატების მიღწევა, ადამიანის სიყვარული და დედიკოსთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.